დრომდე არ დასრულებულა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი, რომელიც 8 პირის საქმეს განიხილავს. საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. 8 ადამიანის საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს უკვე 8 საათზე მეტია. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გადასინჯვის თაობაზე მსჯელობს მოსამართლე. ის ამ დრომდე არ გასულა სათათბიროდ, რათა მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლებს თუ არა სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან იმ 8 პირს, რომელიც საზოგადოებამ ივანიშვილის რეჟიმის პატიმრებად შეაფასა. მთელი დღე ძალიან საინტერესოდ ვითარდებოდა სასამართლო დარბაზში მოვლენები. დაცვის მხარემ დააყენა არაერთი შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც სადავო გახადა ყველა არსებული მტკიცებულება, რაც საქმეში არის. მათ შორის მოითხოვა დაუშვებლად ცნოს სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მთავარი მტკიცებულება, რომელიც არის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების ეს მტკიცებულება შეიძლება ითქვას საქმეში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო შემდგომ ხდომაზე იმსჯელებს, რადგან პროკურატურამ ითხოვა დრო იმისათვის, რომ გაეცნოს აღნიშნულ შუამდგომლობას და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დღეს მხოლოდ უნდა განიხილოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა. მანამდე კი მხარეებმა დააფიქსირეს თავიანთი სათქმელი. დაცვის მხარემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა ალტერნატიული ფორმებით, მათ შორის გირაო ან დამატებითი სახდელით, ხოლო პროკურატურა სახელმწიფო ბრალმდებლები მოითხოვენ, რომ 8 პირი უცვლელად დარჩეს პატიმრობაში და არ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიების ფორმა. პროკურორებმა განმარტეს სასამართლოს ხდომაზე, რომ არსებობს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. წინა სასამართლოს ხდომებზე კი არაერთხელ დადასტურდა, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ამ პირთა ბრალეულობას. დაცვის მხარე ცხადია ეწინააღმდეგება სახელმწიფო ბრალმდებლების ამ პოზიციას და მოითხოვს, რომ ამ პირების მიმართ აღკვეთი ღონისძიების უმკაცრესი სახე, კერძოდ პატიმრობა შეიცვალოს ალტერნატიული სახდელით. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართეს თავად ბრალდებულებმა, როგორც მოსამართლეს, ასევე დარბაზში მყოფ დამსწრე საზოგადოებას, თავიანთ ოჯახის წევრებს. ძალიან ემოციური იყო მათი მიმართვები, მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ისჯებიან მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის. ბრალდებულებმა განუმარტეს მოსამართლეს, რომ არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე გამორიცხულია როგორც მოწმეებზე ზემოქმედება, ასევე სასამართლოში არ გამოცხადება. ზუსტად ცეცხლაძის მიმართვა იყო ძალიან საინტერესო. მან თქვა და უთხრა მოსამართლეს, რომ არ ითვალისწინებს მათ წარსულ ბიოგრაფიას, ისინი არ არიან წარსულში ნასამართლევი პირები, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივადაც კი განუმარტა ზუსტად ცეცხლაძემ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა დღევანდელ ხდომაზე მოსამართლეს, თუ რატომ არის აუცილებელი აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლა და გადასინჯვა. ასევე ემოციური იყო სხვა ბრალდებულების მიმართვა, მათ შორის იყო კითხვები პროკურატურის სახელმწიფო ბრალმდებლების მისამართითაც. მეუბრალოდ მინდა რომ სიმართლე დადგინდეს რა და ეს ქვეყანა ერთხელ და სამართლე ქვეყანა ვაცილებ ხოლმე. ეს არის ჩემი, თორე მე რამდენსაც მომიშია, ჩემს არ აქვს, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვისჯები რა. ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები რა. რამდენი წელიც არ მომისაკი, ხო? ჩემი სიცოცხლეს რო დაჭირდა ჩემ ქვეყანას. მე მზად ვარ რომ გავიგოს და არაერთხელ ყოფილო რამისთვის და დღესაც მზად ვარ. სანამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად სამართლიან ქვეყანად არ იქცევა, მე მანამდე ვიბრძოლებ კანონიერად. პირველ რიგში პროკურატურას მიმართავ, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს, რადგან საღამოს 8 საათი იყო, როდესაც მამაჩემმა დამირეკა და დიდი სიყვარულით მოვეკითხა მამაჩემს და ჩემს ოჯახს. შემდეგ ის მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ სახლში მოსულები არიან და რა ხდება, მეთქი არ ვიცი მეთქი. მე საქმის კურსში ვიყავი ამ ყველაფერთან საღამოს 8 საათიდან ღამის 2 საათი იყო, როდესაც სამსახურში წავსულიყავი, ბარში მოგეხსენებათ მოსილოცი ვარ. უნდა წავსულიყავი სამსახურში და მე ხო მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სიტყვაზე რო ვიცოდი, რომ მომძებნდნენ და მოვიდოდნენ ჩემამდე ავდგარიყავი და წავსულიყავი თუნდაც ქალაქად. ან სადმე მეგობართან სადმე. იმის მაგრამ მე გავუჭირდი სახლში, ცოტა ხანი დაველოდე, მაგრამ მაგვიანდებოდა სამსახურში, ავდექი და წავედი. სანამ წავიდოდი, სახლში მომაკითხეს და სახლში დამაგავეს. მუხლი, რომელსაც მე მედავებიან, არის 225 მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, რომელსაც მოპაგა გარკვეული ზარალი, ხო? და კონკრეტულად ქეთავი, რომელთაც
მედავებით ეს არის ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება. ზოგადად სიტყვა ჯგუფი მიუთითებს თავისი ვერბალური შინაარსით იმისკენ, რომ არის რაღაცა ცენტრალიზებული და პლუს ამას როდესაც ნათქვამია, რომ რაღაცა სჭირდება ორგანიზება, სადაც არის ნახსენები ორგანიზაცია, შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებში, ამ ჯგუფში, ორგანიზაციაში არსებული ელემენტები არიყვნენ ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ დაკავშირებული, რომ მათ შორის კომუნიკაცია მინიმუმ ან ნაცნობობა არ არსებობდეს. ვიმყოფებოდი უკრაინაში და გავდიოდი გარკვეულ სამხედრო გადამზადებას, იმიტომ რომ ჩემი მორალური შეხედულებებით სამშობლოს სჭირდება მებრძოლი ადამიანები, მაშინ ჩემს გარშემო გაჩნდა ის საფრთხები, რომ ჩემი ქვეყნის დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება მე დავეკავებინე, ანუ იყო გარკვეული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით და უკვე მე საზღვარგარეთ ყოფშემეძლო გადამეწყვიტა, დავჩენილიყავი უცხოეთში და მესწავლა X-ის სამართალი ზოგადად თუ დაბრუნებულიყავი საქართველოში და მე უკვე იქ გავაკეთე ეს რაციონალური არჩევანი, ჩემთვის რაც იყო მისაღები და ჩემ მორალთანაც იყო მისაღები. ვიცი რომ ამას სამართლებრივად შეიძლება სპეკულაციად განიხილავდეს, მაგრამ ჩემი მორალური ხარისთვის აუცილებელი იყო ამის დაფიქსირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ხდომათა პირველ დარბაზში ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა მოსამართლე ჯერ კიდევ არ გასულა სათათბიროდ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. გამოძიება კი ბრალდებულებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენ 5 ბრალდებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.